დუსელდორფში ღვინის და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენა ჩატარდა. მასში ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაცია ქართული ღვინოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 23 კომპანია მონაწილეობდა. გამოფენა წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ წარადგინონ საკუთარი პროდუქცია და მოიძიონ ახალი იმპორტიორები. გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა ევროპის წამყვანი მეღვინეობის ჟურნალ ვინუმის სტენდზე. დეგუსტაციაზე 14 დასახელების ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში 2 დღის განმავლობაში ჩატარდა ქართული ღვინის დეგუსტაცია. სტუმართა რაოდენობამ გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, რაც ვფიქრობ გამოწვეულია იმით, რომ საქართველო როგორც ღვინის სამშობლო მსოფლიოში უკვე აღიარებულია. რასაკვირველია, დიდი ინტერესია ქვევრის ღვინისადმი და ქართული ღვინის ჯიშებისადმი. წელს 23 კომპანია არის წარმოდგენილი ქართულ სტენდზე. ამდენი კომპანია არც ერთხელ არ ყოლია ჯერ დუსელდორფში და ინტერესი კიდევ მეტ კომპანიას აქვს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო წარმომადგენლობით იქნება საქართველოს სტენდი. მრავალი ჩვენი არსებული პარტნიორი გავიცანით პროვაინზე, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი გამოფენა არის ზოგადად მთლიანად მსოფლიო მეღვინეობისთვის და რა თქმა უნდა ქართული მეღვინეობისთვის. მნიშვნელოვანია ყველასათვის. პირველ რიგში იმით, რომ მსოფლიოს მასშტაბით წარმოდგენილია ქართული ღვინო და ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს დააგემონოს და თვითონ ღვინის კომპანიებსაც აქვს შესაძლებლობა შექმნან იმპორტიორებს.